მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღე მშვიდობისა მეგატივს უყურებთ გადაცემაში უოთხე ქუთაისში დაიწყო პირდაპირ ეთერში. ამავე გადაცემის წამყვანი გახლავართ ნანა თევდორაძე, მოგვსპატივი დღევანდელი დღე გავატაროთ თქვენთან ერთად და ვეცდები კარგი განწყობა შეგიქმნათ. სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ყველა გიორგის მოგილოცავთ გიორგობას. რაც შეეხება ამინდს, ისევ და ისევ პირქუში ამინდი გვაქვს ქუთაისში, წვიმიანი ამინდის მიუხედავად ნაყოფიერ, ბედნიერ და ხიმლიან დღეს გისურვებთ, რაც შეეხება ძალიან სასიამოვნო სიახლეებს ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს გაუწყებთ და ჩვენს გამომწერებს სოციალურ ქსელებს გულისხმობ. ძალიან კარგი რუბრიკა დავიწყეთ, რომელსაც ნეიროჯანმრთელობა ეწოდება და რუბრიკის ფარგლებში პირველი გადაცემის სტუმარი გახლავთ ნეიროქირურგი გიგა სულობერიძე, რომელსაც მივესალმები. მადლობას გადაუხდი, რომ დრო დაგვითმო. გვეწვია, იმაც დავიტოვებ, რომ ეს რუბრიკა წარმატების მომტანი იქნება ორივე მხარისთვის და თქვენს პაციენტებს და პოტენციურ პაციენტებს უსურვოთ ჯანმრთელობა. მოგესალმებით, თავს როგორ გრძნობთ, როგორ ხართ? მოგესალმებით, მადლობას გიხდით პირველ რიგში მოწვევისთვის, გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. დიდი მადლობა. როგორი განწყობა გაქვთ? ამინდის განსხვავებით უფრო პოზიტიური. დიახ, ძალიან კარგი. იმედია გადამდები იქნება, იმიტომ რომ მე როგორც დილეტანტი ამ შემთხვევაში და ადამიანი, რომელსაც მიწევს ხოლმე ექიმთა მისვლა სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, თუ კი პოზიტიური აზროვნება არ დაემატება მკურნალობას, ვფიქრობ აზრს მოკლებული იქნება და აი ამ კუთხით ჩვენს ფსიქოლოგიურ მზაობაზეც თქვენ უკეთ ისაუბრებთ. დღეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თემა შევარჩიეთ. ეს არის ბავშვთა თანდაყოლილი და შეძენილი ხერხემლის დეფორმაცია, სკოლიოზი, რომელიც ვფიქრობ ერთ-ერთი გამომწვევი, ერთ-ერთი მოწინავე პოზიციებზე იმყოფება საქართველოში და ალბათ მსოფლიო სტატისტიკაც ამას ვემოწმოს და ვფიქრობ საინტერესო და კომპეტენტური რჩევები იქნება მიღებული მშობლების მხრიდან, ასევე მოზარდების გაითვალისწინებენ რჩევებს და ვფიქრობ საინტერესო საუბარი გამოგვივა ამ კუთხით. იქამდე კი მოდით თქვენზე გვიამბეთ თავის დროზე რატომ გადაწყვიტეთ რომ გეზრუნათ ადამიანების ჯანმრთელობაზე, პროფესია ვინ შეგაყვარათ? საქმე იმაშია, რომ მე არ მახსოვს, როდის გადავწყვიტე ექიმობა, იმიტომ რომ იმასაკიდან, რასაკიდანაც საკუთარი თავი მახსოვს, რომ მინდოდა ყოფილიყავი ექიმი. ეს დაახლოებით რომელი ასაკია? ადრეული ბავშვობის, ალბათ 5-6 წელი, იმ პერიოდიდან მოყოლებული მახსოვს, რომ მინდოდა ექიმობა და არასოდეს არ მიფიქრია სხვა პროფესიის არჩევას. არ ვიცი ამაზე რა მიმოქმედა ზეგავლენა, იმიტომ რომ ოჯახში ექიმი არავინ არ ამყავს, თუმცა გენეტიკური ხაზიც არ გვაქვს. ნაკლებად. ეს იყო ერთადერთი პროფესია, რომელზეც როდესმე მიოცნებია და დღემდე არც გადამიხედავს ჩემი გადაწყვეტილებისთვის და არ ყოფილა არც ერთი მომენტი, რომ ვთქვათ, მე ფიქრა რომ აი ხო არ ჯობდა რაღაცა სხვა პროფესია ამერჩი აქედან გამომდინარე. გავლენა რა მოახდინა მართლა არ ვიცი, მაგრამ ეს არის ის, რითაც ფაქტურად მე შემიძლია ვთქვა, რომ ამით ვცხოვრობ იმ პერიოდიდან მოყოლებულს მახსოვს, რომ საერთოდ ვცხოვრობ. აქტიურად რამდენი წელი საქმიანობთ მაგალითად და რატომ მაინც და მაინც ნეიროქირურგია, როცა მედიცინაში ამდენი განსხვავებული მიმართულებაა? საინტერესო შეკითხვაა, პრინციპში ესე კაფიო პასუხი მაგაზეც არა მაქვს. აქტიურ სამედიცინო საქმიანობას რაც შეეხება პირველი კურსიდან მოყოლებული, მას შემდეგაც გავხდი სტუდენტი, ეს იყო 17 წლის ასაკში, 22 წელია გასული იმის მერე პირველი დღიდან მოყოლებული სხვადასხვა კლინიკებში, სხვადასხვა რანგში და სტატუსით მოღვაწეობდი, ესე რომ ვთქვათ, ჩემი ვთქვათ სუბორდინაციის გათვალისწინებით დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას უკვე 10 წელია რაც ვეწევი და ჩემი საექიმო საქმიანობა დამოუკიდებელი დაიწყო დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, მას შემდეგ რაც დავასრულე რეზიდენტურის კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და მას შემდეგ უკვე მუშაობ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში. იყო სხვადასხვა კვალიფიკაციის კურსები, სხვადასხვა ევროპულ და ვთქვათ არაევროპულ ქვეყნებში, თუმცა ძირითად საექიმო მოღვაწეობას, ესე რომ ვთქვათ, ამ კლინიკაში ვეწევი. ჯამში, როგორც გითხარით, სულ დაახლოებით 20 წელია, რაც მედიცინის ირგვლივ ტრიალებ ფიზიკურად და საექიმო საქმიანობას დამოუკიდებლად უკვე 10 წელია. საკმაოდ დიდი დროა. ხო, ცოტაც არა. თვით განვითარებას დღეს როგორ ვეწევით? ანუ მიღებული განათლებით რომ არ უნდა იყოს ექიმი და ყოფილებული და სჭირდება ხომ ასე? აუცილებელია მედიცინა ისევე როგორც ყველა მიმართულება ზოგადად. მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად მზარდი და დინამიური მეცნიერების დარგი არის, სადაც არ გაქვს უფლება რომ ჩამორჩე, არ გაქვს უფლება რომ შორს იდგე თანამედროვე სიახლეებისგან. იმიტომ რომ შენს უკან დგას უამრავი პაციენტი, შენს უკან დგას უამრავი სიცოცხლე, უამრავი ჯანმრთელობა, რომელთანაც ვალდებული ხარ, რომ მუდმივად იყო ამ სიახლეების ავანგარდში, ესე რომ ვთქვათ და ყოველთვის ცდილობდე, რომ ყველაფერი მაქსიმალურად ახალი და უსაფრთხო მედიცინა შესთავაზო
პაციენტებს. თუმცა დღესდღეობით ეს გაცილებით უფრო მარტივია ტექნოლოგიურ სიახლეების დანერგვასთან ერთად, იმიტომ რომ დღეს ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, ლიტერატურა ბევრად ხელმისაწვდომია. ბევრად უფრო გახსნილი არის ესე ვთქვათ საზღვრები იმისთვის რომ გაეცნო უცხოელი კოლეგების გამოცდილებას ესე რომ ვთქვათ ბევრად უფრო მარტივია სხვადასხვა кейსები მულტიდისციპლინურად უკვე ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ სპეციალისტთან ერთად თუნდაც ონლაინ რეჟიმში განიხილვა აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ მაინც მთავარი არის მონდომება შესაძლებლობები პრაქტიკულად 21 საუკუნეში განუსაზღვრელი არის აქედან გამომდინარე ძალიან მარტივია თუ ამის სურვილი და მონდომება არსებობს რომ საკუთარი თავის ზრდაზე იმუშაო. როგორც გამბრძანეთ, დღეს უზღვავი ინფორმაცია და საშუალება და მეთოდები არის და ეს იოლია სურვილის შემთხვევაში, მაგრამ ალბათ საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა და ინდივიდუალური მიდგომა ესეჭიროება თითოეულ პაციენტს. ამ შემთხვევაში რა მეთოდებს იყენებთ თქვენ და რაზე არის დამოკიდებული? და რამდენად კარგი არის პროფესიონალისტთან ერთად, ესა თუ ის ექიმი ფლობდეს ფსიქოლოგიურ უნარჩვევებს, რომ ეს მიდგომები არ მოხდეს ხო პაციენტის დათრგნვა და პირიქით ისინი იყვნენ დამყოლები. გასაკვირველია კეთანხმებით. რაც შეეხება ინდივიდუალურ მიდგომას, მანდაც მე ვფიქრობ, რომ დიდი რაოდენობით ცოდნა და დიდი რაოდენობით ინფორმაციის ფლობა არის აუცილებელი, რომ ყველა პაციენტის შემთხვევაში ინდივიდუალურად მიუდგე და ინდივიდუალურად განიხილო, თქვათ, რაღაცა კონკრეტული შემთხვევა და ამ ბევრი ინფორმაციიდან სწორედ კონკრეტული პაციენტისთვის საჭირო თქვათ გაეწყვეტილებები მიიღო და აქედან გამომდინარე, რაც მეტი გაქვს ინფორმაცია, უფრო მეტი სხვადასხვა ვარიანტის მოფიქრება შეგიძლია კონკრეტული პაციენტის მართვაში. მეორე შეკითხვას რაც შეეხება, რაც ფსიქოლოგიურ, ესე ვთქვათ, მხარდაჭერას გულისხმობს, რა თქმა უნდა, მედიცინა ძალიან სპეციფიური არის მაგ მხრივაც პირველ რიგში აუცილებელია, რომ უპირობო ნდობა არსებობდეს ექიმსა და პაციენტ შორის და ამ ნდობის მოპოვება შეუძლებელია თუნდაც ემპათიის გარეშე პაციენტის მიმართ, მისი ვთქვათ, მოსმენის გარეშე, მისი პრობლემის მაქსიმალურად ახლოს მიტანის გარეშე და აქაც აუცილებელია, რომ ექიმი ფლობდეს გარდა ვთქვათ, სამედიცინო ცოდნისა, გარკვეულ ფსიქოლოგიურ ვთქვათ, თვისებებს, რომ ის სწორი მკურნალობა და ის სწორი მეთოდი მკურნალობის, რომელიც მოცემულ მომენტში დარწმუნებულია ექიმი, რომ პაციენტისთვის აუცილებელია, სწორად მიიტანოს, სწორად დაარწმუნოს პაციენტი, რომ ეს მას ნამდვილად სჭირდება და შედგეს თანამშრომლობა ექიმსა და პაციენტ შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია რაიმე წარმატება მიაღწიო, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ნეიროქირურგიაზე და თუ დღევანდელ თემას შევეხებით სკოლიოზს და ხერხემლის დეფორმაციებს, რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია და კოოპერაცია ექიმისა და პაციენტის, იმიტომ რომ რეაბილიტაციის ნაწილში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოყვება ესე რომ ვთქვათ პაციენტი, რომ ადრეულ რეაბილიტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და აქ პაციენტის როლიც გარდა ექიმის როლისა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ესე მედიცინა არ არის განყენებული ცნება, სადაც არის ვთქვათ ქირურგმა გააკეთოს ოპერაცია და ამით დაამთავროს. ძალიან კომპლექსური საქმე არის ეს. მადლობა ბატონო გიგა, მივყოთ ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ. როცა ვსაუბრობთ სკოლიოზზე, მოზარდებზე და ბავშვებზე, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სკოლიოზი მოზარდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. თუ მსოფლიო სტატისტიკაზე შეგიძლიათ შეეხოთ და მათ შორის რამდენად რთული ან იმედის მომცემი მდგომარეობაა საქართველოში? საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, ვერ ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემა არის, რაც შეიძლება მოზარდებში შეხვდეს, თუმცა აქტუალური და საკმაოდ სერიოზული პრობლემაა დღესდღეობით, მით უმეტეს 21 საუკუნეში ჩვენ ეთერს გარეთაც ვსაუბრობდით, რომ დღევანდელმა ცხოვრების წესმა, მათ შორის ბავშვთა და მოზარდთა ცხოვრების წესმაც გარკვეული ცვლილებები შეიტანა ამ დაავადების გამოვლენის და ეპიდემიოლოგიის, ანუ გავრცელების ნაწილში. თვითონ სკოლიოზი, რო წარმოვიდგინოთ რა არის, ეს არის ხერხემლის სვეტის დეფორმაცია სამგანზომილებაში, ანუ არსებობს სხვა ტიპის ხერხემლის სვეტის დეფორმაციები, თუმცა სკოლიოზი თავისი არსით გულისხმობს სამგანზომილებაში ხერხემლის სვეტის დეფორმაციას, შესაბამისად სპეციფიური
პრობლემა არის მეტად. თუმცა დღესდღეობით ამ პრობლემის გავრცელებას დიდწილად შეუწყო ხელი ახალგაზრდებში ცხოვრების არაჯანსაღი წესის დამკვიდრებამ. არაჯანსაღი ცხოვრების წესში პირველ რიგში იგულისხმება, ვთქვათ, სასკოლო ასაკში მძიმე ჩანთის ტარებამ, სმარტფონებთან ურთიერთობის დროს მუდმივად არაფიზიოლოგიურ პოზიციაში ხერხემლის ყოფნამ, კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხანგრძლივად მჯდომარე წესის მომატებამ, ესე ვთქვათ, სიხშირის მომატებამ, წონის პრობლემებმა, რომელიც ასევე საკმაოდ აქტუალურია, არაჯანსაღმა კვებამ, ეს ყველაფერი რასაკვირველია მოქმედებს ორგანიზმზე, მოქმედებს ხერხემლის სვეტზე, იწვევს ხერხემლის სვეტის დეფორმაციას, რამდენად ეს მონაწილეობს სკოლიოზის ჩამოყალიბებაში სადავოა, თუმცა ნებისმიერი დეფორმაცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს ბავშვთა და მოზარდობის ასაკში, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს გენეტიკურად წინასწარ დეტერმინირებული სკოლიოზის გამოვლინებას და უფრო მეტი სიმძაფრით რაღაცა ასაკში უკვე მის ჩამოყალიბებას. კარგით, ანუ ზემოთ ჩამოთვლილი ის, რასაც ვერავალთ, ხო, გვერდს მიგაჩნიათ, რომ არის რისკ ფაქტორი. 21 საუკუნეში ალბათ სმარტფონის გარეშე მოზარდებს და ბავშვებს არსებობა არ შეუძლიათ. ხო, იგივე წიგნები, მათი წონა, თქვენ გამახვილეთ ყურადღება, სწრაფი კვების ობიექტები, რომელიც ძალიან გემრიელია და მოზარდებმაც ვიცით, რომ ცუდია, მაგრამ უარის თქმა გვიძნელდება. ალბათ თქვენ დამეთანხმებით, რომ ხშირად მშობლები არიან ხოლმე მაგალითი შვილებისთვის, ხო? ამ შემთხვევაში ალბათ მშობლების განათლებაც პირდაპირ არის დამოკიდებული მოზარდის ქცევებზე. აი, თქვენ ბრძანეთ, რომ პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ სკოლიოზი იწვევს, მაგრამ რაღაც იწყება, ხო, ნელ-ნელა. ამიტომ ამ შემთხვევაში როგორ უნდა დაიცვას ბალანსი მშობელმა, რა უნდა გაითვალისწინოს? ანუ უნდა მოხდეს საათობრივი შეზღუდვა, აკრძალვითთან ვიცით, რომ არაფერი გამოდის. ალბათ აქ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს როგორც მშობლების ინფორმირება, ასევე მოზარდების სწორი ინფორმირება, რომ მათი ჯანმრთელობა ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის. უნდა მოხდეს გარკვეულწილად მშობლების მიერ იმ ოქროს შუალედის მოძებნა, როდესაც, ვთქვათ, სმარტფონი, იგივე კომპიუტერთან ურთიერთობა, იგივე წიგნებთან ურთიერთობა, გნებავთ სწრაფი კვება, ეს ყველაფერი გეთანხმებით ჩვენი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ რაღაცნაირი ლიმიტირება უნდა მოხდეს ამისი ადეკვატურობის ფარგლებში. ხა სრული აკრძალვით გამორიცხულია, ვერ მივიღებთ ვერანაირ შედეგს, გეთანხმებით აბსოლუტურად, მაგრამ თუ ბავშვს ეცოდინება, რომ მას აქვს გარკვეული გამოყოფილი დრო, როდესაც მას შეუძლია დაკავდეს, ვთქვათ, სმარტფონთან ურთიერთობით, თუ მას ხელს შეუწყობთ, რომ სამუშაო სივრცე, სამეცადინო სივრცე სწორად მოუწყოთ, შეურჩიოთ სწორი სკამი, შეურჩიოთ სწორი სიმაღლის მაგი და შეურჩიოთ სწორი ჩანთა, რომლითაც სკოლაში დადის, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად ამცირებს შემდგომში ხერხემლის დეფორმაციის განვითარების რისკს. იგივე შემიძლია ვთქვათ, სწრაფი კვების ობიექტებზე შეიძლება იყოს რაღაცა წამახალისებელი ბავშვისთვის, ამ კონდეს რაღაცა პერიოდი კვირაში ერთი დღე, თვეში რამოდენიმე დღე, როდესაც წავახალისებთ ბავშვს და მივცემთ ნებას, რომ სწრაფი კვების ობიექტით ისარგებლოს, თუ არა და დანარჩენ დროს ხელს შეუწყოთ მაქსიმალურად მის ჯანსაღ კვებას. ეს წარმომიდგენია ყველაზე სწორ მიდგომად და მშობლებისთვისაც არ ამგონია ეს იყოს ძალიან რთულად შესასრულებელი, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ისეთ სერიოზულ პრობლემას, ხერხემლის სვეტის დეფორმაციას, რომელმაც მოზარდობის და მე უკვე მოზრდილობის ასაკში შეიძლება სერიოზული პრობლემები მოგვიტანოს. კი, შესაძლო პრობლემებზეც ცხადია ისაუბრეთ, იქამდე რამდენად სიმართლე შეესაბამება ის ფაქტი, რომ სკოლიოზი თავდაპირველად რაღაც უსიმპტომოდ შეიძლება მიმდინარეობდეს და თუ კი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაშინ რა ინტენსივობით უნდა მიიყვანოს მშობელმა ბავშვი შესაბამის სპეციალისტთან და ვინ არის ეს სპეციალისტი, რომელიც შეაფასებს და გადაზღვევას მოახდენს. უმეტესწილად გეთანხმებით, სკოლიოზი მიმდინარეობს უსიმპტომოდ. გარდა, ვთქვათ, ერთეული შემთხვევებისა, შედარებით იშვიათი შემთხვევებისა, როდესაც საქმე გვაქვს თანდაყოლილ სკოლიოზებთან ან რაღაცა სხვა გენეტიკური ან დაბადებისთანავე დეტერმინირებულ სკოლიოზებთან, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ იდიოპათიურ სკოლიოზზე, ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ის აუცილებლად რაღაცა ეტაპზე პირველი ნიშნებით გამოვლინდება, რომელიც ყურადღებიანი და დაკვირვებული მშობლისთვის არასდროს არ ხდება ხოლმე შეუმჩნეველი. ძირითადად ეს გამოვლინდება ხოლმე ასიმეტრიული
ზურგით, ბეჭების არათანაბარი, ესე ვთქვათ, მდებარეობით. შეიძლება ბავშვმა თქვას პერიოდული ესეთი არაშემაწუხებელი ტკივილი ან დისკომფორტი ხერხემლის არეში. პირველ ეტაპზე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად საკმარისია, თუ კი მშობლები თვითონვე ვიზუალურ შემოწმებას, ესე ვთქვათ, მოახდენენ საკუთარი შვილისას და თუ რამე მსგავს ნიშანს შეამჩნევენ, როგორც უკვე ჩამოვთვალე, რომ ხერხემლის სვეტის დეფორმაცია, ანუ არასწორი ხერხემლის სვეტი, ან ბეჭების არათანაბარი მდებარეობა, ან ბავშვის გახშირებული ჩივილი იმასთან დაკავშირებით, რომ მას აწუხებს ტკივილი ზურგის არეში, რომელიც არ არის დაკავშირებული თქვათ ან ტრავმასთან, ან ფიზიკურ დატვირთვასთან, ამ შემთხვევაში აუცილებელი სასურველი არის, რა თქმა უნდა, რომ მოხდეს სპეციალისტის მიერ ბავშვის შეფასება და სულ მცირე იმის განსაზღვრა მიეკუთვნება თუ არა მოცემული მდგომარეობით ბავშვი რისკ ჯგუფს და ჭირდება თუ არა მას შემდგომში გარკვეული საკონტროლო კვლევების ჩატარება. ბატონო გიგასკოლიოსი, გოგონებში უფრო ხშირად ხდება თუ ბიჭებში? სტატისტიკა როგორია ამ კუთხით და გამოწვევი მიზეზი რა არის? სტატისტიკა როგორც გვეუბნება, დაახლოებით თანაბარი არის გავრცელების სიხშირე, თუმცა რატომღაც სკოლიოზები, რომლებიც საჭიროებენ რაიმე ტიპის აქტიურ ინტერვენციას, გოგონებში შედარებით უფრო ხშირად გვხვდება. პასუხი ჯერჯერობით მედიცინას თუ რატომ ხდება ესე მედიცინას არ აქვს, თუმცა სტატისტიკურად ორჯერ სამჯერ უფრო მეტიც კი შეიძლება იყოს გოგონებში ესეთი სიმპტომური სკოლიოზის შემთხვევები. არა თუ მოზარდებში, ზრდასრულებშიც ხშირად მსმენია გარშემომყოფებიდან, რომ რაღაც გულში წავთა დაავადებების ჩივილებით მიდიან ხოლმე იქიდან და აღმოჩნდება, რომ ამ ყველაფრის გამოწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ხერხემალი. მოზარდებშიც მსგავსი ხდება თუ რა საერთო შეიძლება კონდეს ამ ორს ერთმანეთთან? როგორც წესი, სკოლიოზ განსაკუთრებით თუ ის უხეში დეფორმაციით მიმდინარეობს და იწვევს უკვე სხეულის მნიშვნელოვან დეფორმაციას, რა თქმა უნდა, აქვს უფლება რომ გამოიწვიოს პრობლემები გულსიზრდათა სისტემის მხრივ, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, სასუნთქის სისტემის მხრივ. ამის მიზეზი მარტივი არის. როდესაც ხდება ხერხემლის სვეტის დეფორმაცია, შესაბამისად ხდება დეფორმაცია იგივე გულმკერდის ღრუსი, ჩვენ როგორც ვიცით, გულმკერდის მალებთან დაკავშირებული არის ნეკნები და ნეკნები და ამ კერდის ძვალი და გულმკერდის მალები ერთიანობაში ქმნიან, ასე ვთქვათ, სივრცეს, სადაც მოთავსებული არის ფილტვები, გული და როდესაც ხდება ამ მიდამოს დეფორმაცია, შესაბამისად ის სივრცე, სადაც გული და ფილტვები არის მოთავსებული, დეფორმული ხდება, შესაბამისად არაფიზიოლოგიურ პირობებში, არაფიზიოლოგიურ სივრცეში უწევს გულს და სასუნთქ სისტემას, ფილტვებს მათ შორის არსებობა, რაც მეორადად შეიძლება გახდეს ამ სისტემების მხრივ გარკვეული პრობლემების გამომწვევი მიზეზი. მათ შორის შორსწასულ შემთხვევებში ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ იგივე პრინციპით შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, შესაბამისად უფრო ხშირად მეორადად ზიანდება ხოლმე სხვა ორგანოთა სისტემები და ასეთ დროს მოზარდთა და ბავშვთა ასაკში განსაკუთრებით როგორც წესი პირველი ჩივილი არ არის ხოლმე გულსიზრდათან სხვა ორგანოთა სისტემის ჩივილი, არამედ ეს დეფორმაცია იმდენად შესამჩნევი არის, რომ ეს აუცილებლად რაღაცა ეტაპზე პაციენტს აიძულებს, რომ ექიმს მიმართოს ამ დეფორმაციას. ანუ ალბათ ეს ეტაპი და ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და არ შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც ერთ წელში ან ორ წელში ან ძალიან ინდივიდუალური, ძალიან ინდივიდუალური. კეთილი. ეცით რა მაინტერესებს, როცა მშობლების ჩართულობაზე გულისხმობთ, ხო, აი კიდე დაუბრუნდეთ ამ თემას, მარტივი რჩევები მათ რა შეგიძლიათ უთხრათ, ანუ როგორ უნდა დაჯდეს ბავშვი სწორად, თუნდაც ზრდასრული ხო, რაღაც ჩივილები თავიდან, როგორ უნდა მოიქცეს, ან დღის წესრიგი მოსწავლის როგორი უნდა იყოს, რომ ხერხემალზე ბევრს გონია, რომ თუ კი სპორტით დაკავდება და სპორტი რაღაც ზედოზირებით შევა და არასწორად ივარჯიშებს, შეიძლება თუ არა ეს გახდეს ასევე რისკ ფაქტორი. ნებისმიერმა არასწორმა ფიზიკურმა დატვირთვამ, რა თქმა უნდა, ხერხემლის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორის გააღრმავოს სკოლიოზის, ვთქვათ, მიმდინარეობა, ან სხვა ტიპის დეფორმაციები გამოიწვიოს, ვთქვათ, კიფოზური დეფორმაცია, ჰიპერლორდოზი, უამრავი სხვა დეფორმაციის სახეობები არსებობს სკოლიოზისგან განსხვავებით, ან შეუქმნას პრობლემა მალთაშუა დისკებს და გამოიწვიოს
ამ პრობლემის შესაბამისად სწორ ფიზიკურ დატვირთვას და სწორ ფიზიკურ აქტივობას გეთანხმებით, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სპორტი პირიქით კარგია, რატომ? იმიტომ რომ ემსახურება კუნთოვანი კარკასის სწორად განვითარებას, სწორ ფიზიოლოგიურ განვითარებას ხერხემლის სვეტის შესაბამისად სპორტით დატვირთვა განსაკუთრებით ცურვას ექცევა ხოლმე ამ დროს მნიშვნელობა, იმიტომ რომ თანაბრად ავარჯიშებს როგორც კუნთოვან სისტემას, ასევე ხერხემასაც ხელს უწყობს, რომ მუდმივად ტონუსში იმყოფებოდეს. რა თქმა უნდა, არ არის სასურველი თუ ადრეულ ასაკში ბავშვს დაბაძალებთ ზედმეტი სიმძიმის აწევას, ეს იქნება სპორტი თუ ვთქვათ არასპორტული აქტივობა, თუმცა აქაც მეთვალყურის, ტრენერის, სპეციალისტის მეთვალყურეობით რასაკვირველია სპორტული აქტივობა პირიქით ხერხემლისთვის ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება რა შეგვიძლია ურჩიოთ მშობლებს თუ როგორ უნდა მიაქციონ ყურადღება დღესდღეობით საბედნიეროდ ყველანაირი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალური პირობები შევუქმნათ ბავშვს, რომ სწორად მოუწყოთ იგივე სამუშაო სივრცე. ხო, არსებობს ორთოპედიული სკამი, მაგიდა, რომლის სიმაღლეც რეგულირდება და მორგებული არის ბავშვის სიმაღლეზე, იმიტომ რომ ბავშვი სიმაღლეში ზრდასთან ერთად აუცილებელი არის, რომ ის სამუშაო სივრცე ერგებოდეს მის ფიზიკურ განვითარებას. იგივე შემიძლია ვთქვათ სიმძიმეზე, ტვირთზე, რომლის ტარებას ბავშვს უწევს სასკოლო ჩანთის სახით, რომ სასურველია, რომ ის იყოს ორთოპედიული და კონდეს ორივე ბეჭდზე თანაბრად გადაკიდებული, რომ რომელიმე მხარეს უფრო მეტი დატვირთვა არ მიადგეს, ესე ვთქვათ, ხერხემას მაქსიმალურად უნდა ხელი შეუწყოთ, რომ სწორად იკვებონ, როგორც გითხარით და ამაზე უკვე ვისაუბრეთ. რასაკვირველია ტრავმები ზოგადად არ არის სასურველი და უნდა მაქსიმალურად მოვარიდოთ ბავშვი ტრავმებს, თუმცა საკითხიც ესე არ დგას, რომ თუ რაღაცა ყველა პირობას ძველი თაობის წარმომადგენელი და იტყვის, რომ ჩვენ დროს არ იყო რაღაც ორთოპედიული ჩანთები და ასე შემდეგ, ეს კომფორტი არ ქონდა, მაგრამ ჯანმრთელი ხერხემლით მოვედითო. მათ საპასუხოდ რას დაუპირისპირებთ? დაუპირისპირებ იმას, რომ ძალიან რთული საქმეა ჩვენ რას ვეძახით ჯანმრთელ ხერხემალს, ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლებშიც საკმაოდ ხშირად გვხვდებოდა სკოლიოზის შემთხვევები. აქედან გამომდინარე, ჯანმრთელი ხერხემლით მოსვლა ნეიროქირურგიული პრაქტიკიდან გამომდინარე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი მშობლების თაობა მთლიანად ჯანმრთელი ხერხემლებით არის წარმოქმნილი. არა, იქაც საკმაოდ ხშირად გვხვდება სწორედ ამ თავის დროზე არასწორი ტრავმების, არასწორი ფიზიკური დატვირთვის შედეგად განვითარებული პრობლემები, რომლებიც მე უკვე მოზრდილთა ასაკში იჩენენ ხოლმე თავს. აქედან გამომდინარე, როდესაც გვაქვს საშუალება, რომ რაღაცით ხელი შეუწყოთ, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს გავაკეთოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ არსებობს რაღაცა უნივერსალური რეცეპტი, რომელსაც მშობელი ან მოზრდილი ან ბავშვი დაიცავს და ის მთლიანად დაზღვეული იქნება სკოლიოზის განვითარებისგან. ჩვენ აქვს საუბრობთ, რით შეგვიძლია დავეხმაროთ ხერხემალს, რომ მან მაქსიმალურად დიდი ხანი შეინარჩუნოს ჯანმრთელი ფორმა, ჯანმრთელი პოზიცია და მოზრდილობის ასაკშიც მერე არ შეგვექმნას რაიმე ესეთი პრობლემა, რომლის თავიდან აცილებად შესაძლებელი იქნებოდა, რომ ბავშვობის ასაკში სწორად წარგვემართა პროცესი. ბატონო გიგა, ალბათ თქვენთან ჩივილების შემთხვევაში მოდიან და შეუძლებელია ჯანმრთელ ხერხემალზე ვისაუბროთ, ანუ თქვენი кейსებიდან გამომდინარე, თუმცა არსებობს ცნება ჯანმრთელი ხერხემალი აბსოლუტურად 100%-ით. რთულად წარმოსადგენია ჯანმრთელი ხერხემალი, იმიტომ რომ ნებისმიერი ორგანო, მათ შორის ხერხემალი, განიცდის ასაკობრივ ცვლილებებს, ასაკობრივ დეგენერაციულ ცვლილებებს, ცვეთად, ესე ვთქვათ, ცვლილებებს. შესაბამისად, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ასაკის მატებასთან ერთად და ასაკის შესაბამისად ჩვენ მივიღოთ ხერხემალი, რომელსაც არ ეტყობა ეს ასაკობრივი ცვლილებები. თუმცა ხერხემლის პათოლოგიების დროს ძირითადი მნიშვნელობა მაინც ენიჭება თუ რამდენად სიმპტომატურია ესა თუ ის პრობლემა. თუ ჩვენ ვხედავთ რადიოლოგიურ გამოსახულებას, რომელზეც არის გარკვეული ასაკობრივი დეგენერაციული ცვლილებები, თუმცა პაციენტს არ აქვს ამ ცვლილებებთან ასოცირებული ჩივილები, ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ეს ხერხემალი ამ ასაკთან შესაბამისობაში არის ჯანმრთელი. მიუხედავად იმისა, რომ იქ არის რაღაცა ვთქვათ ასაკობრივი ცვლილებები. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მკურნალობთ ვთქვათ კონსერვატიულად ან ქირურგიულად პაციენტს და არა სურათს. აქედან გამომდინარე,
ხერხემალი, რომელიც არ იწვევს შვილებს, ჩვენ ჰიპოთეტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ როგორც ჯანმრთელი ხერხემალი, თუმცა თუ ღრმა კვლევებს ჩავატარებთ, გაუცილებლად შევამჩნევთ ხოლმე ასაკთან დაკავშირებულ გარკვეულ ცვლილებებს, რომლებიც არის და ეგეთი არის ბუნების კანონი, ხო? ყველანი რაღაცა ცვლილებებს გამიგდით ასაკობრივად. კარგი, დავუბრუნდეთ ის ბავშვებს მოზარდებს და სკოლიოზს, გარდა იმ პრობლემებისა და ჩივილებისა, რასაც თავს იჩენს, თუნდაც აი ეს ვიზუალური დეფექტი, ჩვენ ვიცით, რომ ბავშვებს განსაკუთრებულად სენსიტიური ბუნება აქვთ, ხო, ემოციები. აი ეს რამდენად დამთრგნულად მოქმედებს მათსაც ამ მიმართულებითაც რომ ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ფსიქოემოციურადაც საკმაოდ რთული არის. გარდა იმისა, რომ დეფორმაციას იწვევს და მაგაზეც ვისაუბრებ. არც თუ ისე იშვიათად ეს არის საკმაოდ შემაწუხებელი ტკივილი, რომელიც ბავშვისთვის განსაკუთრებით ძალიან რთული გადასატანია, მათ შორის ემოციურად. ამას ემატება ის დეფორმაცია და ის ფორმების ცვლილება, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე თანატოლების მხრიდან ბულინგის ან დაცინვის მიზეზი, რაც ერთიორად მოქმედებს ბავშვების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უფრო ხშირად ეს პრობლემები თავს იჩენს ხოლმე უფრო აი პუბერტატულ ასაკში, გარდატეხის ასაკში, მომწიფების ასაკში, როცა ისედაც ხდება ხოლმე ბავშვის ფსიქოემოციური სფეროს ფორმირება და ამ პერიოდს ემთხვევა სწორედ ეს პრობლემები, როდესაც ბავშვები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ თვითონაც თავიანთ გარეგნობას, როდესაც განსაკუთრებით ესე ტკივნეულად რეაგირებენ ნებისმიერ შენიშვნაზე თანატოლის ან უფროსების მხრიდან, ეს რასაკვირველია, გარდა ფიზიკური პრობლემისა, საკმაოდ სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემასაც წარმოადგენს. კი, და ერთიორად ამძიმებს მათ მდგომარეობას ყველაფერთან ერთად. კარგით, მკურნალობაზეც გადავიდეთ. აი, როგორ ხდება დიაგნოზის დასმა, რომ გითხრათ? ვიდრე მკურნალობამდე მივალთ. დიაგნოსტირებისთვის არსებობს სხვადასხვა, ვთქვათ, პირველი ეტაპი, რასაკვირველია, ეს არის ვიზიტი ექიმთან, დასინჯვა, ვიზუალური შეფასება, სხვადასხვა, ვთქვათ, ტესტები და ამის მიხედვით უკვე განსაზღვრა, რამდენად არის ჩვენება იმისი, რომ გაღრმავდეს უკვე ინსტრუმენტული კვლევები სკოლიოზის დიფერენცირებისთვის და გამოსარიცხად და სკოლიოზის ხარისხის დადგენისათვის. დღესდღეობით ოქროს სტანდარტად მაინც მიიჩნევა რენტგენოლოგიური გამოკვლევა, სკოლიოზის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელიც თვისობრივად განსხვავდება სტანდარტული, ისე ვთქვათ, რენტგენოლოგიური კვლევისგან, როდესაც ვთქვათ, პირდაპირ და გვერდით პროექციაში იღებენ ხოლმე ნატიურ რენტგენოლოგიურ სურათს, არამედ სკოლიოზის რენტგენოლოგიური გამოკვლევა გულისხმობს მთლიანი ხერხემლის ერთ სლოტად, ესე რომ ვთქვათ, ერთ სურათად ვიზუალიზაციას და სხვადასხვა გადახრილ პოზიციებში. ამის მიზანი არის, რომ პირველ რიგში მოხდეს განსაზღვრა ეგრეთ წოდებული კობის კუთხე, ანუ ხერხემლის დახრის კუთხის შეფასება, რომელიც იზომება რადიოლოგებისა და ნეიროქირურგების მიერ და ამის მიხედვით ხდება განსაზღვრა დეფორმაციის ხარისხის, ესე რომ ვთქვათ, აგრეთვე ხდება საგიტალური და კორონალური ბალანსის შეფასება, ანუ საგიტალურ და პირდაპირ და გვერდით სიბრტყეში, ესე რომ ვთქვათ, რამდენად დეფორმული არის ხერხემალი, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, ხერხემალი სკოლიოზი არ არის ხერხემლის დეფორმაცია მხოლოდ ერთ სიბრტყეში, ან წინ გადახრილი, ან უკან გადახრილი, არამედ ეს არის სამგანზომილებაში ხერხემლის დეფორმაცია, შესაბამისად, ჩვენ ვიკვლევთ თუ რომელ სიბრტყეში რამდენი გრადუსით არის გადახრილი ხერხემალი, რამდენი გრადუსით არის დეფორმული ხერხემალი და შემდგომ ამ შედეგებზე არის დამოკიდებული უკვე მკურნალობის ტაქტიკა. მოზარდობის ასაკში ამას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ხდება ეგრეთ წოდებული რისერის შკალით შეფასება, რაც გულისხმობს იმას, რომ ხდება ზრდის ზონების იდენტიფიცირება და ზრდის ზონები რამდენად არის ჩამოყალიბებული, მაგის დიფერენცირება, რადგანაც ამას მნიშვნელობა აქვს იმ მხრივ, რომ ჩვენ ვიცოდეთ ზრდის რა ეტაპზე იმყოფება მოზარდის ძვალსახსროვანი სისტემა და ამის მიხედვით გარკვეულწილად წინასწარ განსაზღვროთ დღეს არსებული დეფორმაციის დინამიკაში პროგრესირების ალბათობა რამდენად არსებობს. მაგალითად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ
ყავს პირობითად 13 წლის მოზარდი ბიჭუნა ან გოგონა, რომელსაც აქვს პირობითად კობის კუთხე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მარკერი არის, ესე რომ ვთქვათ, სკოლიოზის დიაგნოსტირებაში და ამ კუთხის მაჩვენებელი არის 15 გრადუსი. ეს პარამეტრი არ ჯდება ქირურგიული მკურნალობის სტანდარტში, არამედ აქ მოწოდებული არის, ვთქვათ, კორსეტით მკურნალობა, სამკურნალო ფიზკულტურა და ასე შემდგომ. მაგრამ რისერის შკალით ჯერ კიდევ ბავშვის ძვალსახსროვან სისტემას არ აქვს დასრულებული ზრდა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში მაღალი არის იმის ალბათობა, რომ ამ დეფორმაციის ხარისხმა მოიმატოს. მაგრამ თუ ჩვენ გვყავს პაციენტი, რომელსაც აქვს გარკვეული კუთხე სკოლიოზის, ანუ კობის კუთხე, რომელსაც დასრულებული აქვს უკვე ძვალსახსროვან სისტემას ზრდა განვითარება, ამ დეფორმაციის დინამიკაში მომატების ალბათობა შედარებით ნაკლები არის. შესაბამისად, ეს ჩვენ გვეხმარება დაახლოებით ვივარაუდოთ, საით წავა დეფორმაციის ხარისხი და რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ მოიმატოს დეფორმაციის ხარისხი. ეს რაც შეეხება რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომელიც საკმაოდ ინფორმატიული არის, ძალიან ინფორმატიული გამოკვლევა არის, რომელიც საჭიროებს სპეციალურ ტექნიკას, რომლის საშუალებაც დღესდღეობით ჩვენ კლინიკაში საბედნიეროდ არსებობს, იმიტომ რომ ეს საკმაოდ სპეციფიური ვთქვათ, მოწყობილობები სჭირდება ამას და ამას სჭირდება ასევე გადამზადებული კადრი, რადიოლოგს გულისხმობ, რომელმაც სწორად იცის, როგორ შეასრულოს აღნიშნული კვლევა და როგორ მოახდინოს შემდგომ ამ კვლევის ინტერპრეტირება, ვთქვათ, ქირურგებთან კოორდინაციაში. აგრეთვე არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, რომლითაც ჩვენ ვაფასებთ უკვე ნერვული სტრუქტურების მდგომარეობას, იგივე ზურგის ტვინი რამდენად, ვთქვათ, რამ მდგომარეობაში არის მისგან გამომავალი ნერვული დაბოლოებები, ამასაც რა თქმა უნდა მკურნალობის ტაქტიკის ამორჩევისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კომპიუტერული ტომოგრაფია საჭიროების შემთხვევაში, რომლითაც უკვე ამ ძვლოვანი სტრუქტურების 3D-ში ვიზუალიზაციის საშუალება არსებობს. ამ სამი გამოკვლევის კომბინაცია არის, რითაც ჩვენ ხელმძღვანელობთ უკვე მკურნალობის ტაქტიკის ამოსარჩევს. კეთი, სირთულის მიხედვით რამდენი ხარისხის, რამდენი სახეობის სკოლიოზი არსებობს? სირთულის მიხედვით არსებობს ეგრეთ წოდებული მარტივი სკოლიოზი, როდესაც ეგრეთ წოდებული კობის კუთხე, ანუ რო წარმოვიდგინოთ ეს კუთხე რას ნიშნავს, ეს არის ორი ყველაზე უფრო დეფორმული მალის ჩამკეთ ზედაპირებს შორის კუთხე. თუმცა რთული სამედიცინო წარმოსადგენია ხო ხა ჩვენთვის დილეტანტების. არა, სამედიცინო პერსონალის რთული წარმოსადგენია, ხო მოკლედ რაღაც კუთხე, რომელსაც ზომავთ, ანგარიშობთ 0-დან 15 გრადუსამდე თუ არის ეს ითვლება, რომ ეს არის უმნიშვნელო, ესე ვთქვათ, დეფორმაცია 15-დან 25-40 გრადუსამდე ეს არის უკვე საშუალო ხარისხის დეფორმაცია, რასაც აუცილებლად სჭირდება მკურნალობა, შეიძლება იყოს კორსეტი სპეციალიზირებული ან ვთქვათ, დამატებით სხვადასხვა სამკურნალო ფიზკულტურა, ცურვა და სწორი მენეჯმენტი კუნთოვანი სისტემის გაჯანსაღებისათვის და უკვე უხეში დეფორმაცია, როდესაც 45 გრადუსი და მეტი არის კუთხე კობის, როდესაც უკვე გვაქვს ჩვენება იმისთვის, რომ მოხდეს ქირურგიული ჩარევა. ალბათ ნებისმიერი პაციენტისთვის რაღაც ვერ იქნება სასიამოვნო, რომ გვეუბნებიან ქირურგიული ჩარევა არის საჭირო, მაგრამ აი ის გამოცდილება, რომელიც თქვენ დაგიკვლევდათ, ხშირ შემთხვევაში, ანუ როგორ ხდება სტატისტიკა, რომ თქვათ, რა სამჯობინებენ ხოლმე პაციენტები, იმიტომ რომ ბევრი მითი არსებობს, თუ კი ქირურგიული ჩარევა მოხდება, აუცილებლად პრობლემა მოგვარებულია, თუმცა როგორც თქვენ თქვით, შემდგომ რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. და არ ხდება ხო, აი ოპერაცია გავიკეთეთ და შემდეგ ყველაფერი კარგად არის, მასაც გაფრთხილება სჭირდება. ანუ თქვენი შემთხვევაში როგორ ხდება ხოლმე ეს? კარგი შეკითხვა არის. დღესდღეობით სკოლიოზის სწორი ქირურგიული მენეჯმენტის შემთხვევაში რეაბილიტაციის პერიოდი გაცილებით უფრო შემცირებული არის ხოლმე, რაც გულისხმობს იმას, რომ პრაქტიკულად ოპერაციიდან მეორე-მესამე დღეს ჩვენ შეგვიძლია პაციენტი გავააქტიუროთ, იყოს ის ვერტიკალიზებული, წამოვაყენოთ, შეძლოს დამოუკიდებლად გადაადგილება. აქედან გამომდინარე, რაღაცა არ არის ხოლმე დაკავშირებული როგორც წესი ტანჯველ
სარეაბილიტაციო ღონისძიებებთან. თუმცა არასაკურველია პაციენტის სასტარტო მდგომარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სტანდარტულ გაურთულებელ სწორად შესრულებულ ქირურგიულ ჩარევაზე, როდესაც ინტრაოპერაციულად მაქსიმალურად გაკონტროლებული გაქვს ყველა, ვთქვათ, ის ნერვული ფუნქცია, რომელიც შეიძლება ოპერაციის დროს რაიმე პრობლემა შეექმნას მას, და ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. აქედან გამომდინარე, არ მოითხოვს ხოლმე რაღაცა გარკვეულ ისეთ რთულ სარეაბილიტაციო პროცედურებს, თუმცა რასაკვირველი არსებობს სპეციფიური რეაბილიტაცია, რასაკვირველი არსებობს რაღაც რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად ეძლევათ პაციენტებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში, მაგრამ რა იკრძალებათ მათ ოპერაციის შემდგომ? ოპერაციის შემდგომ ეკრძალებათ იგივე რაც პრინციპში ოპერაციამდე. ესეთი აკრძალვა როგორც ესეთი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ამით არის სწორედ დღესდღეობით უსაფრთხო სკოლიოზის ქირურგია, რომ ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტს შეუძლია განაგრძოს ცხოვრება ისე როგორც ის. მაგრამ სიმძიმე არ უნდა ავწიოთ. სიმძიმე არავინ არ უნდა ავწიოთ. ხო, ანუ ჯანმრთელი ცხოვრების წესით მას შეუძლია გააგრძელოს ჩვეულებრივ ცხოვრება, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, დაკავდეს სპორტით, შექმნას ოჯახი, ვთქვათ, არ ახდენს ეს ადრე ამასთან დაკავშირებითაც არსებობდა მითი, რომ განსაკუთრებით გოგონებში, რომ აი სკოლიოზის ოპერაციის მერე რაღაცა რეპროდუქციული ტიპის პრობლემები ან მშობიარობა არ შეიძლება, ან რაღაცა ორსულობასთან დაკავშირებით შეზღუდვა არსებობს. არასწორია, მითია, ჩვეულებრივ ჩვენ გაურთულებელი სკოლიოზის ქირურგიული ჩარევის შემდგომ ვიღებთ ჯანმრთელ პაციენტს, რომელსაც შეუძლია გააგრძელოს თავისი ცხოვრება, დაკავდეს ყველანაირი, ვთქვათ, აქტივობით, გადმოხდეს პარაშუტით, რა ვიცი, შეუძლია ყველაფერს. ექსტრემალიზმი თუ არის, ხო? რა თქმა უნდა, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში. ეს არ არის სკოლიოზის ქირურგია, ერთსაც დავამატებ, არ ნიშნავს სამომავლო ცხოვრებისთვის რაიმე შეზღუდვების დაწესებას. ეს თქმას ფაქტიურად ცხოვრებაზე, ხო, და იმ სიამოვნებაზე. არავითარ შემთხვევაში პირიქით. მიზანი არის, რომ პაციენტი დაუბრუნოს ჯანმრთელ ცხოვრებას და არა ის, რომ მას რაღაცა ზედმეტი შეზღუდვები დაუწესოთ და ამით მისი სიცოცხლის ხალისი შევამციროთ, ან მას ვაიძულოთ უარი თქვას მისთვის საყვარელი რაიმე საქმიანობა. კეთილი თქვათ, პაციენტი არის მორჩილი, ოპერაციამ ჩაიარა არაჩვეულებრივად და დაუბრუნდა ცხოვრების რიტმს. თუ კი აი იმ შემდეგ აი ვარჯიშზე, კუნთოვან სისტემაზე საუბრობდით თქვენ, ანუ რეციდივისგან დაზღვეულია პაციენტი, ან რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს? ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორად შესრულებული სკოლიოზი, სწორად შესრულებული არა მარტო, სწორად დაგეგმარებული, სწორად სელექცირებული პაციენტის და სწორად სელექცირებული პაციენტისთვის სწორი ოპერაციის შესრულების შემდგომ რაიმე ისეთი რეციდივის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს. გარდა იგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც წესი ეს არ არის მორეციდივე დაავადება, თუ კი თავიდანვე ყველა ეტაპი მას დიაგნოსტირების, სელექციის და ოპერაციის დაგეგმვის ეტაპები სწორად აქვს გავლილი. ბატონო, კი გამართალია თქვენ ბრძანებთ, რომ ბავშვებთან და მოზარდებთან მიმართებაში 21 საუკუნემ ხელი შეუწყო ხერხემლის პათოლოგიების მომატებას, იგივე ინტერნეტის ეპოქა, მაგრამ დადებითი კუთხით თუ განვიხილავთ, გარდა იმისა, რომ შეგვიძლია განვითარდეთ და ბევრი კარგი საჭირო მასალა ამოვიკითხოთ, ისმის ხო ამ ბოლო პერიოდში, რომ ოპერაცია ნავიგაციით, ბევრისთვის ეს შეიძლება იყოს დამებნეველი, ბევრი არ ენდობოდეს ამ ტექნოლოგიურ სიახლეებს, მაგრამ თქვენ რას გვეტყვით? ტექნოლოგიური სიახლეები ძალიან მნიშვნელოვანია და საბედნიეროდ ჩვენ კლინიკაშიც არის დღესდღეობით უკვე იმის საშუალება, რომ ყველა ის ტექნოლოგიური სიახლე, რაც დღესდღეობით მედიცინამ ჩვენ შემოგთავაზა, იქნას გამოყენებული ამ ტიპის ოპერაციების და არა მარტო სკოლიოზის, ზოგადად ნეიროქირურგიული ოპერაციების შესრულების დროს. ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლე, რომელიც არსებობს, არის დამატებითი ინსტრუმენტი ექიმის ხელში და ნუ წარმოვიდგენთ თითქოს ჩვენ ყველაფერს, ესე ვთქვათ, ამ ტექნოლოგიებს მივანდობთ, ესე რომ ვთქვათ, და ვართ მხოლოდ მათ იმედად. არა. რა თქმა უნდა, ოპერაცია უნდა შესრულდეს, უნდა დაიგეგმოს კომპეტენტური და სათანადო გამოცდილების მქონე, სათანადო პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების მქონე ექიმის მიერ, უბრალოდ ეს დამატებით ტექნოლოგიები წარმოადგენს დამატებით ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ზუსტად, სწორად და უსაფრთხოდ იქნას შესრულებული ქირურგიული ჩარევა. რაც შეეხება სწორედ ამ ნეირონავიგაციის და ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის გამოყენებას, რომელსაც ჩემი ინფორმაციით საქართველოში
ჩვენ თავაზობთ პირველად პაციენტებს, თუმცა საქართველოში სკოლიოზის ქირურგია საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. Წარმოვიდგინეთ ისე, რომ პირველები ვართ, ვინც ამ ტიპის ოპერაციებს ვაკეთებთ, თუმცა ყველა იმ ტექნოლოგიური მიღწევით, რაც დღესდღეობით არსებობს მსოფლიოში სკოლიოზის ქირურგიაში, ეს ყველაფერი ერთ ცენტრში თავმოყრილი ჩვენს კლინიკაში არის, როდესაც სკოლიოზის ოპერაციები შესრულება შესაძლებელი არის ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის და ნეირონავიგაციის გამოყენებით. და როგორ ხდება იმაგრეთად ოპერაცია? ინტრაოპერაციული ნეირონავიგაციის როლი ამ შემთხვევაში არის შემდეგი, როგორც უკვე გითხარით, ხერხემლის სვეტის სამგანზომილებიანი დეფორმაცია არის სკოლიოზი, შესაბამისად ინტრაოპერაციულად ჩვენ მუშაობა გვიწევს ანატომიურ სტრუქტურებთან, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდება ნორმალური ანატომიური მდებარეობისგან, მათი ამ როტაციული მოძრაობის შედეგად და ის ანატომიური ლენდმარკები, ესე რომ ვთქვათ, ის ანატომიური სტრუქტურები, რომელსაც ოპერაციის მსვლელობის დროს ექიმი იყენებს იმისთვის, რომ მოხდეს ჭანჭიკის გაშვება მალაში და მოხდეს, ვთქვათ, შემდგომ ამ მალის როტაციული მოძრაობით თავის ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან მიყვანა, ეს ანატომიური სტრუქტურები აბსოლუტურად დისლოცირებულია, გადანაცვლებულია, როტირებულია. შესაბამისად, ნეირონავიგაცია ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ წინასწარ 3D მოდელი, რომელიც ჩატვირთული არის ამ მოწყობილობაში, რეალურ დროში ქირურგი ხედავს თუ რა მიმართულებით მიდის ის ჭანჭიკი, რომელიც ვალდებულია, რომ შემდგომ ამ ჭანჭიკებმა მოახდინოს ღერძებთან ერთად ხერხემლის სვეტის კორექცია და დაფიქსირება, რეალურ დროში ვხედავთ რა მიმართულებით, რა ტრაექტორიით მიდის, რამდენად უსაფრთხო არის ეს ტრაექტორია, ხომ არ ვიმყოფებით რაიმე სიახლოვეში ნერვულ სტრუქტურებთან ან სპინალური არხის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ეს წარმოადგენს დამატებით საშუალებას იმისთვის, რომ სწორედ იმ ტრაექტორიით მოხდეს, თქვა, ჭანჭიკის გაშვება, რა ტრაექტორიაც სწორი არის და უსაფრთხო არის და ამით გავზარდოთ ინტრაოპერაციული უსაფრთხოების ხარისხი. რაც შეეხება ინტრაოპერაციულ ნეირომონიტორინგს, უმნიშვნელოვანესი მოწყობილობა არის, რომელიც ჩვენ რეალურ დროში გვაძლევს საშუალებას, რომ ვაკონტროლოთ ყველა სენსორული, ანუ გრძნობელობითი თუ მოტორული, ანუ მამოძრავებელი ფუნქცია პრაქტიკულად ყველა კუნთის, რადგანაც როგორც ვიცით, ხერხემლის არხში მდებარეობს ზურგის ტვინი, რომლიდან გამომავალი ნერვული ფესვები ახდენენ ინერვაციას ჩვენი სხეულის სხვა დანარჩენი ორგანოების. შესაბამისად, ინტრაოპერაციულად, როდესაც ხდება კორექცია, ანუ როდესაც ხდება ხერხემლის სვეტის როტაციული მოძრაობა, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ხერხემალი თავის ფიზიოლოგიურ სიმრუდეს დაუბრუნოთ, რა თქმა უნდა, არსებობს თეორიული ალბათობა იმისი, რომ ზურგის ტვინისთვის ეს ბრჭყალებში, რო ვთქვათ, არაკომფორტული იყოს მსგავსი ტიპის მოძრაობა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს გარკვეულ ნევრულ ფუნქციებზე, მოტორულ ნაწილში ან სენსორულ, ან გრძნობელობით ან მამოძრავებელ ნაწილში. შესაბამისად, ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი ჩვენ სპეციალური ელექტროდების საშუალებით მონიტორირებული, ციფრობრივად გვაქვს მონიტორირებული თუ რამდენად იცვლება მოტორული ან სენსორული ფუნქციები შესაბამისი კუნთების, რომელი კუნთების ინერვაციასაც ახდენს ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვული დაბოლოებები იმ სეგმენტში, სადაც მუშაობთ. და თუ კი ინტრაოპერაციულად ხდება დეტექცია იმისი, რომ ამ ტიპის მოძრაობა, ამ ტიპის კორექცია შეიძლება საფრთხე შეუქმნას შემდგომში პაციენტის მამოძრავებელ ან გრძნობელობით ფუნქციებს, ხდება ამის გათვალისწინება და ამის და მიხედვით უკვე ხდება შემდგომი, ვთქვათ, ინტრაოპერაციის მიმდინარეობა, რაც პრაქტიკულად მინიმუმამდე ამცირებს, პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამორიცხავს კიდევაც ოპერაციის შემდგომ პერიოდში რაიმე ნევროლოგიურ გაუარესებას პაციენტისას, რაც მნიშვნელოვანი არა და უმნიშვნელოვანესი არის საიმისოდ, რომ მოხდეს შემდგომში სწორი რეაბილიტაცია, არ მივიღოთ პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტის ნევროლოგიური გაუარესება ან უნარშეზღუდულობა. შესაბამისად, ითვლება, რომ დღესდღეობით სკოლიოზის ქირურგია
აუცილებლად უნდა შესრულდეს ნეირონავიგაციის და ნეირომონიტორინგის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან მხოლოდ ამ გზით შესრულებული, მხოლოდ ამ მეთოდით შესრულებული ოპერაცია არის მაქსიმალურად უსაფრთხო პაციენტისთვის და ასე შესრულებული ოპერაციის შემდგომ პერიოდში გვაქვს სერიოზული შანსი, რომ პაციენტს არ ჰქონდეს რაიმე ტიპის გართულება ოპერაციის შემდგომ პერიოდში. კარგი, ბატონო, გავიდრეთ დღეისათვის დაგემშვიდობებით, როცა ვსაუბრობთ ისევ თანდაყოლეს სკოლიოზზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის განაჩენი, მაგრამ შეგვიძლია რაღაცების შეცვლა, რასაც შევიძენთ ხოლმე ცუდი ჩვევებით. საკოორდინაციოდ რა რჩევებს დაუტოვებთ მშობლებს, მოზარდებს და ჩვენ, ნებისმიერი ასაკის ადამიანს? რჩევები პირველ რიგში ალბათ ყურადღება, რომ არ გამოგვეპაროს პირველივე ნიშნები, როდესაც საჭირო არის მოხდეს მიმართვა სპეციალისტთან, რადგანაც ადრეული დიაგნოსტიკებას, როგორც ყველა სხვა დაავადების დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ საკმაოდ ვისაუბრეთ ქირურგიულ ჩარევაზე, თუმცა აქვე ვიტყვი რა მნიშვნელობა აქვს დროულ ვიზიტს ექიმთან. სანამ დადგება დღის წესრიგში ქირურგიული ჩარევის საკითხი, არსებობს რიგი კონსერვატიული გზები, ერთ-ერთი არის მაგალითად კორსეტით იმობილიზაცია პაციენტის. დღესდღეობით აქაც საკმაოდ წინწავი და ტექნოლოგიების ხარჯზე მედიცინა და უკვე შესაძლებელი არის კონკრეტულად პაციენტისთვის 3D მოდელირებული მაქსიმალურად კომფორტული კორსეტის ამორჩევა, როდესაც საწყის ეტაპზე ვსაუბრობთ სკოლიოზის, რომელიც არ არის არც ვიზუალურად შესამჩნევი და უხერხული ბავშვისთვის, ასევე არ არის არაკომფორტული და მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველყოფს იმას, რომ რაღაცა ეტაპზე შევაჩეროთ სკოლიოზის პროგრესირება, არ მოხდეს მისი გაღრმავება, ესე რომ ვთქვათ, დეფორმაციის ხარისხის მატება და არ დადგეს უკვე დღის წესრიგში უფრო აგრესიული, ქირურგიული ჩარევის საკითხი. აქედან გამომდინარე, ჩემი რეკომენდაცია პირველი იქნება, რომ რა თქმა უნდა ხელი შეუწყოთ ბავშვებს, რომ სწორი ცხოვრების წესით დაკავდნენ პირველივე ნიშნების გაჩენისას, რაც უკვე აღნიშნეთ, რომ დეფორმაცია, სხეულის რაიმე ტიპის ჩივილი, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს სკოლიოზთან, დროული ვიზიტი ექიმთან, აქაც ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ ასეთი პაციენტები, გავცეთ მათზე რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოთ დროული, სწორი და კომპეტენტური, ესე ვთქვათ, დახმარება. ანუ მარტივად და ბანალურად თუ ვიტყვით, ჯანსაღ ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესი. რაც ვიცით, მაგრამ ზარმაცები ვართ და არ ვასრულებთ ხოლმე. ეს არის ალბათ ხშირ შემთხვევაში რაღაცების გამოწვევი. დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ, ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს პაციენტებს, სრულიად საქართველოს. დროებით დაგემშვიდობებით, მორიგ საერთო შეხვედრამდე, ნახვამდის. მადლობა, კარგი. ძირითადად ტელემაყურებლებო დღეისათვის გადაცემა 7 ქუთაისში დასრულებულია. ჩემი სტუმარი გახდათ ნეიროქირურგი გიგა სულაბერიძე. ბედნიერ დღეს გისურვებთ. შეგახსენებთ, რომ თქვენთვის ნანა თევდორაძე მუშაობდა, ლიკა ჩაგოვაძე კადრს მიღმა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.